საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, 6 წელი არ მიჩნდებოდა შვილი, თუმცა თავიდან რაღაცა პრობლემად არ აღმიქვია ეს ყველაფერი, რომ მივედი აქ, ზუსტად ვიცოდი, რომ დედა გავხდებოდი. ის რეალურად ორსულობა შეიძლება იდგებოდა, მაგრამ შენარჩუნება მიჭირდა და სპეციალური სხვანაირი მკურნალობა და სხვანაირი ზედამხედველობა ჭირდებოდა, რომ ყოფი ბოლომდე მისულიყო. პირველ ტესტი გადავაგდე, იმიტომ რომ გაფუჭებულია თქო, ესე ვთქვი, გადავწყვიტე და დაიჯერ. კი, მეორეზეც რომ დაფიქსირდა და მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დედების პოდკასტს, ეს ჩვენი მესამე ეპიზოდია. საუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხზე, უშვილების სირთულეებზე და იმ ქალბატონებზე, რომელმაც ეს სირთულეები დაძლიეს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი სწორედ ამ სირთულეებს ებრძოდა წლების განმავლობაში. მოგესალმები, პირველ რიგში, მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხარ დღეს. ასევე მინდა გითხრა, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სპონსორი არის მუსტელა, დედებისა და ბავშვების ნომერ პირველი კანის ფრანგული ბრენდი. და მინდა რომ მოგვიყვე შენი ისტორია. მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მომეცით შანსი ასეთ თემაზე ვისაუბრო ღიად, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან ბევრ ქალს სჭირდება მხარდაჭერა და პრინციპში TikTok-იც მაგიტომ შევქმენი, თუმცა რაღაც პერიოდის მერე თითქოს შევიცვალე გეზი, მაგრამ პერიოდულად ვცდილობ, რომ დაუბრუნდე და ამ თემებზე ძალიან ღიად ვისაუბრო. საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, 6 წელი არ მიჩნდებოდა შვილი, თუმცა თავიდან რაღაცა პრობლემად არ აღმიქვია ეს ყველაფერი. პირველად დავორსულდი 2019 წელს, მოულოდნელად ეს დაუგეგმავად და ცოტა ისე ვიყავი გაურებული. და როდესაც თვითნებური აბორტით დასრულდა ეს ყველაფერი, აი მაგის მერე დავიწყე ფიქრი, რა შეიძლება, რა პრობლემის წინაშე შეიძლება და ვდგარიყავი და საკმაოდ რთული გზა გავიარე. თუმცა ჩემი ხასიათებიდან გამომდინარე ვერ მატყობდნენ და სულ იყო ის თემა, რომ მე თვითონ არ მოდარდებდა ეს საკითხი. აი, მოდი, ბარემ შეგეკითხები, რადგან ეს ფულწფელი საუბარი გვაქვს, როგორც აღნიშნე, პირველი 6 წლის განმავლობაში, შვილი, ეს შენი ეს გადაწყვეტილება იყო, რომ არ აპირებდი და არ გინდოდა თუ უბრალოდ ეს ვერ ხდებოდა ისე, რომ დაურსულებულიყავი, ამაზე რო გვიქო. იცი რა იყო, ხა ჩემი მეუღლის ასაკობრივი ზღვარი ყარა მიცი 10 წელია სხვაობა და რაღაც პატარა იყო და რაღაც პირველ ეტაპზე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ დროებით რაღაცა ურთიერთობა ჩამოყალიბებულიყო და რაღაცა სხვა რაღაცებიც არის ხა ისეთი, რაც გავიარეთ. მაგრამ აი ხა რა თქმა უნდა, როცა დავორსულდი, არც ყოფილა იქ რაღაც სხვა აზრი. და აი მაგის მერე დავიწყეთ ფიქრი რა, ესე რომ შვილი გვინდოდა. აი კონკრეტულად იმ პერიოდზე რა მოგვიყვე, აი როდის გააცნობიერე, რომ აი ბავშვის ყოლაზე, ბავშვის ყოლის გზა ესე ვთქვათ, შეიძლება ესე გართულებულიყო. როცა ექიმთან მივედი, უკვე ეს გადაწყვეტილად და მივხვდი, რომ საკმაოდ გარდა იმისა, რომ საქართველოში ძალიან რთული არის ბევრი რამის მობილიზება, ფინანსები არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა და არ არის იოლი, შეიძლება რაღაცა შანსები დიდი იყოს, თუმცა ფინანსებიც უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი თავი მოუყარო, მოკლედ ამ ყველაფერს და აი ამ პროცესში დავიწყეთ ფიქრი, რა და როგორ შეიძლება და თითქოს ვცადეთ ჯერ სხვა რაღაცები, რომელიც შედარებით ბიუჯეტურია, მაგრამ საბოლოოდ ალბათ ყველას ურჩევ, რომ თუ არის რაღაცა გარკვეული პერიოდი უშვილობის პრობლემა, პირდაპირ დაიწყო ნიტროში, იმიტომ რომ ის ცალკე ხარჯი იყო. თუმცა ეს ცოტა რთულია, რომ ურჩიო ვიღაცს, მაგრამ ჩემი გამოცდილებას ვაზიარებ მე აქ, იმიტომ რომ ფაქტურად 2 წელი დავკარგე მაგაში, რომ რაღაცა სხვადასხვა ეტაპები გავიარე. და სხვადასხვა ექიმებთან ვიარე, სხვადასხვა სიტუაციებში ვიყავი და ბოლოს მივედი იმ კლინიკაში, სადაც დადგა ორსულობა და იქ და განწყობაზე არის ექიმის განწყობა არის ჩემთვის უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ მივედი აქ, ზუსტად ვიცოდი, რომ დედა გავხდებოდი, ისე შემხვდა და პირველი წინადადება რაც იყო, რომ შენ აუცილებლად გახდები დედა და არ ნერვიულო, იყო აი ეს мотиваცია, რაც შემდეგ უკვე მქონდა და არ ვნებდებოდი და ფარხმას არ ვყრდი და ზუსტად ვიცოდი, რომ დედა გავხდებოდი. აი სირთულე რა იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუნდაც ფიზიკურად, თუნდაც ფსიქიკურად, რა ვიცი, ფსიქოლოგიურად, აი
ყველაზე მეტად რთულად დაძლევადი რა იყო შენთვის? კი ბატონო, გარემოცვა პირველ რიგში, რომელიც მე კიდიდად არ ვაქცევ ყურადღებას ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, თუმცა ძალიან სტრესული იყო, შეიძლება იყოს ვიღაცისთვის, იმიტომ რომ აი ეს საქართველოში სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ, რატო უნდა გათხოვდა თუ შვილი არ გინდა იმ წუთშივე ერთ საათში. აი მაგიც რაღაცა ყველა უკვე რომ მეუბნებოდა რომ რატო არა ყავს. მე შენ ხო ნერვიულობ ამ ყველაფერს, ახლა გეტყობა არ გეტყობა ცალკე საკითხია, მაგრამ ნუ რაღაცა მაგ თემა იყო. მე რაც ვახსენე ფინანსები, რომ საბოლოოდ შეიძლება დიდი პროცესი ყოფილიყო და ყოველჯერ ზედაგჭირვებოდა და აი ეს ამის სტრესი ცალკე კიდე რომ ემატება და მესამე ფიზიკურსაც შეეხება ეს პროცედურები, რომელიც გარკვეულ პერიოდის დრო დაშორებით უნდა ჩაგეტარებინა, ეს იყო ჩემთვის ცოტა ისეთი რა, იმიტომ რომ შიშა რა ვარ ზოგადად ძალიან ყველანაირი პროცედურის, ყველანაირი ოპერაცია, ყველაფრის მეშინია აბსოლუტურად და ნუ ეს თითოეული პროცედურა ჩემთვის საკმაოდ ტკივნეული და ისეთი იყო, უფრო ფსიქოლოგიურად სიმართლე რო გითხრა, მაგრამ მაინც რაღაცაზე ვიყავი ხო. მაგრამ ყველაფერი დაძლია საბოლოოდ. კი, საბოლოოდ დავძლია. მოკლედ როგორც მოგვიყევი, მიხვედი იმ ეტაპამდე, რომ მიხვედი კლინიკაში, გინდოდა შვილი და აი ამ ეტაპის მერე უკვე რა მოხდა, ამაზე რო გვიამბო. პირველ რიგში, როცა მივედი უკვე იქ, სადაც შედგა ჩემი ორსულობა იმ კლინიკაში, იყო რომ გამიკეთეს გენეტიკური ანალიზი, რომელიც სხვა კლინიკებში არ ვიცი, არ მოფიქრებიათ თუ არ ჩაუთვლიათ საჭიროდ, არ ვიცი და გენეტიკური ანალიზი რო გავიკეთე, აღმოჩნდა თრომბოფილია გენეტიკური, რაც მას ნიშნავდა, რომ რეალურად ორსულობა შეიძლება იდგებოდა, მაგრამ შენარჩუნება მიჭირდა და სპეციალური სხვანაირი მკურნალობა და სხვანაირი ზედამხედველობა ჭირდებოდა, რომ ნაყოფი ბოლომდე მისულიყო. გავიკეთე ინვიტრო, მაგრამ სამწუხაროდ არ დადგა ორსულობა და მაგი იყო ძალიან სტრესული, იმიტომ რომ არც მქონდა თავიდან სანამ გავიკეთებდი ამ ინვიტროს, მე და ჩემი მეუღლე რო ვსაუბრობდით, მქონდა რომ როგორ შეგვენარჩუნებინა, მაგაზე აქცენტი და არც დამიშვი ერთი წამით, რომ შეიძლება და ორსულობა არ დამდგარიყო და ნუ რომ არ დადგა ძალიან დეპრესიას ვერ დავარქმევ, არ ვარ დეპრესიული, მაგრამ საკმაოდ სტრესული იყო და მანდაც ექიმთან კონსულტაციით და იმით მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპისთვის, რადგან ყველაფრის მობილიზება რთული იყო, დონორით გამეკეთებინა ინვიტრო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რეალურად ჩემი ბიოლოგიური შვილი არ იქნებოდა ის, მაგრამ ჩემი ასაკის და ყველაფერ პრობლემის გათვალისწინებით გადავწყვიტე მე, რა თქმა უნდა, ექიმი ამ ჩემ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერია, მაგრამ ნუ რა ვიცი, იმდენად მინდოდა რომ მალე დამდგარიყო ეს ყველაფერი, რომ მაგ გადაწყვეტილება მივიღე და რო დავიწყე დონორის ძებნა და აი ამ პროცესში რო ვიყავი, თურმე ორსულად ვიყავი და ძალიან ემოციური. გვიანბე ამ სასწაულის შესახებ. ძალიან საერთოდ ვერ წარმოვიდგინე, უბრალოდ დამეწყო სისუსტე, სულ მეძინებოდა, სულ ისე ვიყავი და არც დამიშვია და ჩემ ხარ მეუბნებოდა ალექსი, რომ კაცო ორსულადო ხო არ ახარ, მეთქი არ არსებობს ეს რა შანსი არ არის, არა, იმიტომ რომ პროცედურებზე დავდივართ რა, რომ რაღაცა ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებთ რა. და რაღაც ბოლოს მაინც მაიძულა რომ გამეკეთებინა ტესტი. პირველ ტესტი გადავაგდე, იმიტომ რომ გაფუჭებულია თქო, ესე ვთქვი, გადავწყვიტე და კი, მეორეზეც რომ დაფიქსირდა და იყო აბსოლუტური შოკი. საერთოდ ვერ წარმოვიდგინე, მაგრამ ერთადერთი რაც ძალიან კარგი იყო, პირველივე დღეს შევეხმიანე ექიმს და პირველივე წამიდან დავიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ და რანაირად მიგვიყვანა ეს საქმე ბოლომდე და საბედნიეროდ მივიყვანეთ. გილოცავ კიდევ როგორც აღნიშნე, რაღაც შენი პრობლემიდან გამომდინარე იყო ასაკობრივი ზღვარიც ამ ყველაფერთან მიმართებაში. აი თუნდაც მე როგორც მივხვდი საუბარიდან გამომდინარე, ასაკიც მაინც ესე მნიშვნელოვანი არის ხომ ამ მიმართულებით. თან პლუს ცირაზე გვიამბო, როგორ გაიარე აი შენს ასაკთან მიმართებაში ეს პროცესები, როგორ მოხდა ის მომენტი, რომ აი შეინარჩუნე ეს ყველაფერი, როგორ დაძლიე საბოლოო ჯამში, როგორ მიხვედი ორსულობის იმ ბოლო ეტაპამდე, რა ეტაპები გაიარე?
პირველ რიგში ეხლა უკვე მგონია რომ შედარებით ინვიტროს და ზოგადად უშვილობის სფერო ძალიან განვითარებულია, რაც ჩემ დროს არ იყო თავიდან რომ დავიწყე. ამიტომ ალბათ ვისაც ჩემნაირად არ სურს თქვა პატარაობიდან გახდეს დედა, ეხლა არის ამის შესაძლებლობა რომ კვერცხუჯრედები შეინახოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომღაც ხალხს გონია რომ მაინც და მაინც როგორც კი შვილი მომდება, მაშინ უნდა დაიწყონ ამაზე ფიქრი არა და არა. იმიტომ რომ გარკვეული ასაკის მერე ჩვენი კვერცხუჯრედები ხარისხს კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კი არის რა თქმა უნდა შანსი დაორსულების, უბრალოდ ძალიან ცოტა იმასთან შედარებით, ვიდრე ვთქვათ პატარა ასაკში. თუმცა პატარა ასაკშიც არის იგივე პრობლემები. ამიტომ მე არ ვიყავ მობილიზებული, როგორც კი დავიწყე ფიქრი, მაშინ წავაწყდი გზადაგზად პრობლემებს. ამიტომ რა ვიცი, ალბათ კარგი იქნება, როცა ოჯახი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა იმ წუთას უნდა ჩვილი თუ 2 წლის მერე, თავისი მინიმუმ მივიდნენ და შეიმოწმონ რა რესურსი გააჩნია ორგანიზმს, რომ იმის მიხედვით მერე დაგეგმონ სამომავლოდ რა და როგორ უნდა გააკეთონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემ შემთხვევაში, ანუ ასაკის მაგი წონა იყო პრობლემა. კიდე ძალიან დიდი და ცოტა მანამდე ისე ვიყავი ხოლმე, რომ რაღაც ჩემზე დიდებსაც გაუჩენიათ და რაღაცა მოგვთხოვეს, მაგრამ აი ორსულობა რო დადგა უკვე, მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილად წონა არის ერთ-ერთი ფაქტორი და ერთ-ერთი პრობლემა და ეს ამაზეც ძალიან კარგი იქნება თუ წინასწარ ვიზრუნებ. მე ვიზრუნე სიმართლე ვგითხრა და დაორსულებამდე 20 კილო დავიკელი, თუმცა არ აღმოჩნდა საკმარისი და მაინც ბევრი გართულებები იყო. სხვადასხვა იმაში ვიყავი მაღალწნევიანი, მქონდა ასევე ეს თრომბოფილის პრობლემა, ასევე წონა და ეს ყველაფერი რაღაცა ძალიან ბევრი ექიმი მართავდა პროფესიონალი. ამიტომ ყველაფერი რაღაცა ერთმანეთთან კავშირში არის და არ გვეგონოს რომ სხვას რო გამოუვიდა, ჩვენ თქვა შეიძლება ზღვარზე გავდიოდეთ და ამიტომ თავიდანვე თუ ვიქნებით მობილიზებულები, უფრო კაი იქნება. თუმცა მე მაინც ჩემი ოპტიმიზმი მაძლევს მის საშუალებას, რომ თუ ადამიანი ინდომებს რაღაცას აუცილებლად გამოსდეს, უბრალოდ ზოგის იოლად აქვს ესენი, ზოგს უფრო რთულად. მე ძალიან რთული გზა გავიარე, მაგრამ რაღაცა ერთი წამი არ დამიშვია, რომ დედა არ გავხდებოდა და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ჩემი მოტივატორი. ეს ერთ-ერთი იმის ნიშანია, რომ ძალიან ფსიქოლოგიურად ძლიერი ქალბატონი ბრძანდება. თუმცა ბოდიშ გიხდით, როდესაც უკვე ბავშვი გავაჩინე და აი ეს მოვდრუნდი, რასაც ქვია, მაგის მერე დამეწყო ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები, იმიტომ რომ ჩავარდი დეპრესიაში, აი მოვეშვი, მანამდე თითქოს არ მქონდა ამის უფლება და ორსულობის შემდგომი დეპრესიას გულისხმობ. კი, ორსულობის შემდგომი და მაგის მერე ძალიან მოვიმატე წონაშიც, იმიტომ რომ რაღაც აი ვეღარ ვაორგანიზებდი და თითქოს რაღაც мотиваციაც აღარ იყო რისთვის უნდა გამختارიყავით, რა ვიცი, როგორ თქვა რა და ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შემოვუძახოთ ჩვენ თავებს, რომ ეს სირთულეც დაძლევადია, ხომაც. მოდი ვისაუბროთ ახლა იმ პერიოდზე, როდესაც უკვე ბავშვი გააჩინე, ის დაინახე, პირველი თვეები როგორი იყო, მოგვიყევი. ნესი გაჩნდა 7 თვის 31 კვირაზე, ესე უეცრად და გამიმართლა ძალიან რომ ვიყავი საავადმყოფოში, ვიწექი, იმიტომ რომ გულისცემა დაუვარდა ბავშვს და იქ რო არ ყოფილიყავ შეიძლება ვერც მოესწროთ. სასწრაფოდ აი ესე მარტო მიმშობიარე, იმიტომ რომ დარეკვა ძლივს მომასწარი რომ შევდიოდი უკვე სამშობიაროდ, საკეისროდ. და ბავშვი ფაქტურად მეორე დღემდე არ მინახავს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ნაადრევად რაღაცგან გაჩნდა, ეგრევე წაიყვანეს პროცედურები რომ ჩაეტარებინათ. მეორე დღეს რომ ნახე პატარა ინკუბატორში, რა თქმა უნდა ძალიან ემოციური იყო, მაგრამ როგორც პირველივე წამს გითხრეს, იყო ძალიან ძლიერი და იყო დიდი წონით. 2 კილო, ანუ 31 კვირაზე საკმაოდ დიდი წონაა და მაგან ძალიან ბევრი რამე შეამსუბუქა. თვენახევარი იწვა საავადმყოფოში. ჩვენ დავდიოდი და ყოველდღიურად ნახულობდით, თუმცა მაგიც ცოტა ისეთი იყო, იმიტომ რომ დღეში მქონდა მხოლოდ 1 საათით ნახვის უფლება და მაგით რა თქმა უნდა, ეხა ამდენი წელი რო ელოდები და ის 1 საათი არაფერი არ არის და მაგით ძალიან რთული იყო. მაგრამ გადავიტანით ყველაფერი, გამოვიყვანეთ და ეხლა
ვართ ესე ბედნიერად ყველანი ერთად. ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულწრფელი პასუხებისთვის. მე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და ნამდვილად სამაგალითო არის შენი ეს ასე ვთქვათ ბრძოლა მიმართულებით და მინდა რომ ყველა დედას, მომავალ დედას, ვისაც უნდა რომ დედა გახდეს, ეს გზა მარტივი არ არის, მაგრამ დაძლევადია, შენ ერთ-ერთი მაგალითი ხარ ამისი. მინდა წარმატებები გისურვო კიდევ ერთხელ. და ასევე მინდა წარმოგიდგინო ჩვენი ბრენდი, სპონსორი, ვინც მხარდაჭერას გვიცხადებს ამ პოდკასტით, ეს არის მუსტელა. როგორც უკვე აღვნიშნე, ფრანგული ბრენდია ნომერ პირველი დედების და ბავშვების კანის მოვლის მიმართულებით. მოდი მოგვიყევი თრომოფილიის შესახებ, ანუ ორიოდე სიტყვით, ასევე მე ვიცი რომ რაღაც დონორის მიმართულებითაც ქონდა შენ შეხება და დონორის მიმართულებითაც რომ მოგვიყვა. კი ბატონო. თრომბოფილია არის ანუ ერთ-ერთი გენეტიკური დაავადება, მე შედარებით მსუბუქი ფორმა მქონდა, რაც ნიშნავდა, რომ ანუ მიმაგრება იყო რთული. ანუ ორსულობა რო ხდებოდა, მეც ხა ესე პროფესიონალურად ვერ გიპასუხებ, მაგრამ როგორც ამიხსნეს და რაც დამამახსოვრდა, მაგი არის, რომ ანუ ნაყოფი ვერ ემაგრებოდა და ხდებოდა თვითნებური აბორტი. რაც შეეხება დონორის გადაწყვეტილებას, საქართველოში ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება და ძალიან მინდა რომ ყველა ქალს უთხრა და მათ გულშემატკივრებს, რომ როდესაც უშვილობა 21 საუკუნეში არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც არ შეგვიძლია, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ და რაღაც ნაბიჯ მივყვათ. ერთ-ერთი არის დონორი, უბრალოდ დონორი რას ნიშნავს? შენი კვერცხუჭრედი არ არის და რეალურად შენი ბიოლოგიური შვილი არ გამოდის, მაგრამ როდესაც არის სიტუაციები, როცა სხვა გზა არ არის და ნუ არ ხერხდება, არ დგება ორსულობა, ამიტომ ადამიანები მიდიან ამ გადაწყვეტილებამ და თუმცა გარემოცვა საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს და ისედაც დასტრესილ ადამიანს, რომელსაც არ არის იოლი გადაწყვეტილება ამის მიღება, ყველა ჩემნაირ ვერ არის რაღაცა ესე უცებ მიიღოს და ის იმიტომ რომ მე იმდენად მინდოდა რომ შვილი მყოლო და რომ მარტივ გზებს ვეძებდი უკვე რომ რაღაც ნუ ეხა მართლა დიდი ხანი კიდე რო არ ყოფილიყო ეს ყველაფერი და ამიტომ ძალიან მალე მივიღე შეიძლება და მაგრამ რა თქმა უნდა არც დამიმალია ეს ყველაფერი და გამოვაცხადე რომ დონორი თოფირებდი. როგორ შეხვდა საზოგადოება შენი მეგობრები, ოჯახის წევრები? საკმაოდ სკეპტიკურად და ასევე ძალიან გამიკვირდა საკმაოდ ისეთი ადამიანები, რომლებისთვისაც თითქოს არ უნდა ყოფილიყო ეს ესეთი შემაშფოთებელი, მაინც მეუბნებოდნენ რომ იქნებ ჯერ ჩემი რესურსი ამომეწურა და მე გადავსულიყავი ამაზე, რაზეც ჩემი პასუხი იყო ძალიან ხისტი რომ მე აღარ მინდოდა დროის გაწევლა და მინდოდა ახლავე და ოღონდ იქვე უბნებოდნენ რომ მე აუცილებლად მეყოლებოდა ჩემი გენეტიკური შვილიც და არაფრთან არ იქნებოდა განსხვავებული ამისგან, მაგრამ მაინც აი გამოხედვა, რეპლიკები, რაღაცა თითქოს რო ესე გიყურებენ რაღაცნაირად, იყო ეს სირთულეები, საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ მშობლებისთვის არ გვეთქვა, იმიტომ რომ მშობლები მაინც კიდე ცალკე საკითხი არის და უფრო მეტად ნერვიულობენ ჩვენზე, თუმცა მე ვერ ვხვდები რა იყო სანერვიულო, ანუ ეხლაც გულწრფელად ესე მგონია რომ ეს ორსულობა რო არ შემდგარიყო და გადაწყვეტილება ბოლომდე მიმეყვანას რომ არანაირი განსხვავება არ იქნებოდა ამ დედობრივ სიყვარულში. ეხლაც ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ამიტომ ყველა წყვილის გულშემატკივარს ვთხოვ, ვურჩევ რომ მსგავსი რეაქციები და მსგავსი რაღაცები არ გამოამჟღავნონ, იმიტომ რომ ყველა არ არის ძლიერი ფსიქიკურად, ყველას არ შეუძლია ამ ყველაფრის ატანა და ამ რაღაც გარემოცვის მოგერიება და შეიძლება ვიღაცის გადაწყვეტილებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინონ და არასასიამოვნო გავლენა. ამიტომ რა ვიცი, ყველამ ჩვენ თავს რომ მივხედოთ, ბევრად კარგი იქნებოდა ეს სამყარო. ნამდვილად. მე მინდა ვკითხო შენი მეორე ნახევრის მიმართულებითაც, თუნდაც ეს აი ესეთი რთული გზაა, ეს არ არის მარტივი გზა, როგორც შენთვის, დარწმუნებული ვარ მისთვისაც არ იყო ეს გზა. მინდა სხვა მეუღლეებმაც რომ მოისმინონ, აი თუნდაც როგორ მხარდაჭერას გრძნობდი, თვითონ რა აზრის იყო, თანახმა იყო, დაგჭირდა თუ არა პირობითად მისი
გადაბირება მიმართულებით თუ მაინც მარტივად ესე ვთქვათ შეთანხმდით რომ აი ეს პროცედურა გაგეკეთებინათ და თუნდაც მერე უკვე საკუთარი თქვენი ბიოლოგიური შვილი რო შეგეძინათ ის ეტაპები როგორ გაიარეთ. კი ბატონო. ჩემი მეუღლისთვის ცოტა მარტივი იყო ეს გადაწყვეტილება, ცოტა კი არა ბევრად, იმიტომ რომ რეალურად მაგი იქნებოდა ბიოლოგიური მშობელი, აქ ჩემზე იყო საუბარი რა, ჩემ მხარეზე, ხალის მხარეზე. მაგრამ თავიდანვე ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ წყვილმა გაიაზროს, რომ საქართველოს რატომღაც გონიათ, რომ მარტო ხალის პრობლემაა ეს ყველაფერი. და აი ბოლოსკენ მიდის, თქვათ მამაკაციც. ეხლა საბედნიეროდ ახალგაზრდებში ცოტა დაიხვეწა ეს და ერთად მიდიან, მაგრამ ჩემ ხელებში, ცოტა პატარებში, ცოტა დიდებში უფრო არის, მაგი რომ რაღაცა თითქოს ხალის პრობლემაა. ჩვენ თავიდანვე ორივე წავედით, ორივემ გავარკვიეთ რა გვჭირდა და როგორ გვჭირდა, იმიტომ რომ არ იყო გამორიცხული, რომ პირიქით თქვათ მამაკაცის ბრალეულობა ყოფილიყო და ამიტომ ჩემ მკურნალობას აბსოლუტურად აზრი არ ექნებოდა. თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად ჩემი პრობლემა იყო და მაგრამ ერთი წამი და ხო ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ მან პარტნიორის დამოკიდებულება შენ და მე, იმიტომ რომ ერთი წამი არ მქონია ვთქვათ ალექსისგან ის რომ აი მე ვიყავი ამაში ვთქვათ ჩემი პრობლემა იყო მხოლოდ ინვიტროც რო არ დადგა მაშინაც იყო მამშვიდებდა და ვიძახდა რომ კიდე გადავემოწმები, იმიტომ რომ შეიძლება ჩემი პრობლემაც იყოს და ვთქვათ მაგიტომ არ შედგა, ანუ აბსოლუტურად მზაობა ქონდა იმისი, რომ რაღაცნაირად შედეგზე გავსულიყავით და არა ვთქვათ რაღაცა ერთმანეთისთვის რაღაცები იმას გვექნა, რომ რომლის ბრალი იყო. ამიტომ ხო პარტნიორის მხარდაჭერა მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის. უნდა რა თქმა უნდა ძალიან შვილი და შესაბამისად ყველანაირი გზა მოკლე იყო ჩვენი სურვილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოსულიყავით შედეგამდე, ამიტომ არა გადაბირება კი არა, თვითონ უფრო იყო აქტიურად ჩართული, რომ დროზე გადავსულიყავით სხვადასხვა ეტაპებზე, რომ რაღაცა ეს გზა მალე გაგვევლო. და იმედია, რომ ბევრი მამაკაცი არის ესე და მარტო ერთეულები არ არიან. როგორი მამაა მოგვიყ მამა არის დედასავით მამა არის ესე ვიტყოდი მართლა მე წონის პრობლემაც რომ მქონდა თან საკეისროდ საკმაოდ რთულად გადავიტანე, ამიტომ რაღაცა ნესის აყვანა არ შემეძლო, დიდხანს ვერ ვიჭერდი და ამიტომ იყო პირველივე დღიდან ფაქტიურად ზუსტად ისევე ჩართული როგორც მე. და ეხლა დღემდეც ესე არის, რა ვიცი, განსხვავება კი არა, შეიძლება რაღაც მომენტებში ის უფრო ბევრს აკეთებს. იმიტომ რომ ჩემს რაღაც ესე ვარ გადანაწილებული, ჩემს არის უფრო მოვლა და ისეთი პროცედურები და აი თამაში გართობა რაც სასიამოვნო იმებთან ასოცირდება ბავშვთან, სრულად არის მამამისზე. მაგრამ ახლა ბარიატრიის მერე ცოტა მეც დავიწყე მსგავსრამებში ჩარევა და იმედია მალე მეც შევძლებ სრულად. მოგვიყევი შენი ამ ბარიატრიის მიმართულების შესახებაც, რომ რაღაცა სტიმული იყოს სხვა ბარიატრიაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე. ძალიან ბევრ ადამიანს არ ჯერა, მაგრამ სრულიად გულწრფელად ვაცხადებ, რომ ჯანმრთელობა იყო ის მიზეზი, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მინდოდა გამხდარი ყოფილიყავი. უბრალოდ მგონია, რომ ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, შიშარა ვარ ზოგადად კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, რომ არა ჯანმრთელობის პრობლემა. ჯანმრთელობასთან ერთად მგონია, რომ შვილს სჭირდება დედა, რომელსაც აქვს იმის ფიზიკური მონაცემები, რომ თუნდაც რაღაც აქტივობებში ჩაერთოს მაგასთან ერთად და მე ეს ფიზიკური მონაცემები არ მქონდა. ამიტომ იყო, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე, იმიტომ რომ ჩემი იმ პერიოდის ბავშვთან ურთიერთობა ჩემთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო და ეხლაც რეაბილიტაციის პროცესში ვარ და სრულფასოვნად კიდე ვერ ვაკეთებ რაღაცებს, თუმცა რა შედარებაა ბავშვი სასერინოდ გამყავს, აღარ მაქვს პრობლემა მაგისი, აქამდე დამოუკიდებლად ვერ გამყავდა, იმიტომ რომ ან აყვანა რომ მოეთხოვა, ან რაღაცა მიჭირდა ძალიან და ამიტომ იყო ეს ჩემი мотиваცია რომ გავიკეთე ბარიატრია, თუმცა რატომაც არა გამხდარით ძალიან მინდა ჩემი თავი და ეს ამას არ დავმალავ რომ რაიმე რაღაცა ისეთი უფრო მომწონდა.
მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ძალიან ბევრჯერ კიდევ ვიტყვი, რომ ადამიანმა თავის თავი უნდა შეიყვაროს ისეთი, როგორც არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა იხწოდეს, რომ თავის საუკეთესო ვერსიამდე მივიდეს. და ეს ორი რაღაცა უნდა გავმიჯნოთ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე ჩემ ბარიატრის მე, რომ აბა იძახდი, რომ ისეთიც გიყვარს ჩემი, ესეთიც მიყვარს ჩემ, კი, ესეთიც მიყვარს ჩემი თავი და 20 კილოთი მეტი რო ვიყავი, ისეთიც ძალიან მიყვარდა ჩემი თავი, უბრალოდ ნუ რაღაც რატომაც არა, თუ მაქვს იმის საშუალება, რომ ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია, რატომ არ უნდა ვიყო? ნამდვილად გეთანხმები, უნდა იყოთ. მოგვიყევი რა იყო ამ პერიოდის განმავლობაში შენთვის ყველაზე რთული და ეს სირთულეები როგორ დაძლია? ყველაზე რთული იყო მაინც ჩემი ორსულობის პერიოდი. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მოვხვდი კლინიკაში გარკვეული მიზეზების გამო და მთელი 31 კვირა იყო იმის საშიშროება, რომ ენაყოფს ვერ შევინარჩუნებდი და ეს იყო ძალიან სტრესული, იმიტომ რომ აი ბოლოსკენ რო გადიხარ მით უმეტეს, რომ რაღაცა აი მაინც რო არის იმის საშიშროებები და უბრალოდ ჩემი ექიმი იყო და მაგით ძალიან მნიშვნელოვანია 24/7-ზე კონტაქტზე ნებისმიერ საკითხზე და ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ღამეც დურეკავდი დილასაც შუადღეს არ მქონდა პრობლემა, რომ რაღაცნაირად ბოლომდე მიგვეყვანა ეს ყველაფერი და ნუ საბოლოოდ მივიყვანე, თუმცა აი როგორ გითხრათ, აი თან რომ წესით რომ ბედნიერი უნდა იყო, მაგრამ იმდენად სტრესში ხარ, რომ აი ორსულები რო არიან, ხო იცი, აი ბედნიერები და ლაღები და მე ესეთი ორსულობა არ მქონია. სულ ვიყავი აი სტრესში, რომ რაღაცა არ მოხდეს ისეთი და ხო, ძალიან სტრესული იყო. პირველი ორსულობა რაც იყო, მაშინ გულისცემამდე ვერ მივედით, არ ქონდა გულისცემა და ეხა იყო დიდ ხუთშაბათს მივედი, ჩემი მეუღლე იყო სოფელში წასული და ნუ გულისცემა რომ გავიგე, მაშინ ვუთხარი ყველას რომ ორსულად ვიყავ, მანამდე ვმალავდი, იმიტომ რომ მაინც მეშინოდა ამ ყველაფრის, მარტო ჩემმა მეუღლემ, ჩემმა ექიმმა და ჩემმა უფროსმა იცოდა, იმიტომ რომ ხშირად მიწევდა განთავისუფლება. და წითელ პარასკევს ყველაფერი ისვენებ და დამეწყო სისხლდენა. სისხლდენა დამეწყო, სახში უკვე ჩემები ძალიან ბედნიერი ორსული ვიყავი და ასე შემდეგ და ნუ რა თქმა უნდა არ ვიყავი ინფორმირებული და მეგონა რომ მომეშალა. ოღონდ ეგრევე მივწერე ჩემ ექიმს და იმან სასწრაფოდ მითხრა რანებს უნდა გამეკეთებინა და სასწრაფოდ გადადი კლინიკაში და დამშვიდდი, იმიტომ რომ ეს არ არის აუცილებლად მოშლა. და მქონდა ჰემატომა თურმე და მაგ ძალიან ბევრ ორსულს აქვს და ძალიან ბევრ სგონია რომ მოშლა არის და ნუ რაღაც კურნალობა ჩავიტარე, ნუ იქაც მეუბნა 5 დღე ვიწექი და მეუბნებოდნენ რომ ნუ არ ვიცოდი შევინარჩუნებდი თუ არა, მაგრამ ნუ ყველაფერი გააკეთეს და ხო შორს იქაც აი რა ყველგან თითქოს ძალიან კარგი ხალხი მკვდებოდა თუ უბრალოდ ბევრი ვერ ამჩნევს და მე შევამჩნე, იქაც ერთი რაჭველი ექთანი იყო და რომ პირველი რომ ვკითხე რომ შევინარჩუნებ მეთქი ამ ბავშვს თქო და აი ძალიან ისე გამომხედა და რა იყო ამას შეჭვიგეპარებაო და არა მეთქი რომ ვთქვი, მაშინ შეინარჩუნებო და აი მართლა ყოველ ჯერზე ჩემოდან ჩალაგებული მქონდა რომ როდის მოხვდებოდი კლინიკაში არ ვიცოდი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ იქიდან აუცილებლად შენარჩუნებული ნაყოფით წამოვიდოდი და ხო, აი ორსულობა ძალიან სტრესული იყო მაგ მხრივ, იმიტომ რომ მაინც ნუ გეშინი კი იმედიანად ხარ, მაგრამ მაინც სულ შიში ხარ და ფოტოსესია ვერ მოვასწარი და მაგი ვერ გადავიდალი. იმიტომ რომ მუცელი რომ გამომეკვეთა და უკვე რომ ასე თუ ისე შეიძლებოდა რომ ლამაზი ფოტოსესია გაკეთებულიყო, ისევ კლინიკაში წავედი და მივშობდი. სამაგიეროდ ახლა შეგიძლია ძალიან ფოტოსესია მოაწყო. მინდა მადლობა გადაგიხადო დღეს ჩვენი სტუმარი რო ხარ, მართლა ნამდვილად საოცარი ისტორია გაქვს, გისურვებ წარმატებებს შენს ოჯახს. მინდა იმდედიკოებსაც უთხრა, რომ ეს ნამდვილად კარგი მაგალითია, რომ სირთულეები არის, მაგრამ დაძლევადია. ჩვენი სპონსორი მინდა წარმოგიდგინო, მუსტელა, როგორც აღნიშნე, ნომერ პირველი დედისა და ბავშვის კანის მოვლის მიმართულებით არის ფრანგული ბრენდი. ეს პატარა საჩუქარი მუსტელასგან მინდა გადმოგცე, შენ და შენს პატარას და კიდევ ერთხელ გისურვო წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა პირიქით, რომ მომიწვიეთ და მართლა კიდევ ერთხელ მომეცა შანსი, რომ ესაუბრა ამ თემაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.